დღევანდელ არასტაბილურ საერთაშორისო სისტემაში შავი ზღვის რეგიონი გეოპოლიტიკური დაპირისპირების ცენტრად ყალიბდება. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას. მოდით ვნახოთ ძალთა ბალანსი შავი ზღვის რეგიონში. თურქეთი პირადი შემადგენლობა 45,000, წყალქვეშა ნავი 12, საბრძოლო ფრეგატები და კორვეტები 26, საპატრულო და სხვა ტიპის ხომალდები 45. ბულგარეთი პირადი შემადგენლობა 4,450, ფრეგატი 3, საპატრულო და სხვა ტიპის ხომალდი 4. რუმინეთი პირადი შემადგენლობა 6,800, ფრეგატები და კორვეტები 7, საპატრულო და სხვა ტიპის ხომალდები 24. უკრაინა პირადი შემადგენლობა 11,000, ამფიბიური და სხვა საბრძოლო ხომალდები 6, საპატრულო და სხვა ტიპის ხომალდი 18. შავ ზღვაზე საქართველოს მხოლოდ სანაპირო დაცვის კომპონენტითაა წარმოდგენილი. პირადი შემადგენლობა არ აღემატება 500 კაცს, საზღვაო საშუალებები კი 22 ერთეულით შემოიფარგლება. შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას ხაზს უსვამს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სწავლებები. მათ შორის სულ ახლახანს დაიწყო სწავლება ზღვის ფარი, რომლის მიზანიც არის სახმელეთო და საჰაერო კომპონენტების ერთობლივი მოქმედება და ერთობლივად საზღვაო ოპერაციების წარმოება. რეგიონის სამი ქვეყანა ნატოს წევრი სახელმწიფოა: თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი. ნატოს წევრი სახელმწიფოების უმნიშვნელოვანესი სამხედრო ბაზებია ხოფაში, სამსუნში, გოლჩუკში, ვარნაში და კონსტანცაში. უკრაინის საზღვაო ძალები ოდესაში არიან კონცენტრირებულნი. რაც შეეხება რუსეთს, ესაა ანექსირებული ყირიმის ტერიტორია და ასევე ნოვოროსიისკის ბაზა. კრემლმა დაიწყო ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში.